ლევან ჯანგველაძის სკოლობის საქმეზე დაკავებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა ის მოსამართლემ ლევან ჯანგველაძის ანგარებით შეკვეთით განზრახველობაში დამნაშავეცნო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც. მისი თქმით, დანაშაულის შეკვეთილი არ ყოფილა. პროკურატურას არ ქონდა აღნიშნულ საქმეს წარმოადგენა არანაირი სახელმწიფოებულება, რაც დაადასტურებდა შეკვეთით ანგარებით ლევან ჯანგველაძის განზრახველობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური. დაცვის მხარე არ ვეთანხმებით რა თქმა უნდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივროთ კანონით დადგენილ. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ერთადერთი სასჯელი უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას, ეს არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების ხარის წარდგენილი მტკიცებულები, ასევე ბრალდების ხარის პოზიცია სასჯელთან დაკავშირებით და მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელიც ითხოვდა უმკაცრესად დასჯას.